მოგესალმებით, გრძელდება მასწავლებლების წარდგენის სერია შენ პოდკასტში და დღეს ჩვენი სტუმარი არის მედიტაციის ინსტრუქტორი, ნათელბნელის მედიტაციის ინსტრუქტორი ჯარა მამალაძე. Hello. როგორ ხარ? არა მიშავს. შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მოდი ეხლა ძალიან შინაურული გარემოდან უცბად რომ ძალიან ოფიციალურ რაღაცაში რო გადავხდეთ და რაღაც ესეთი არაბუნებრივად რო არ იყოს ეს ყველაფერი, მოდი აი პირდაპირ რა კითხვებიც მაქვს, დავიწყოთ იქიდან, ანუ რაც მე მაინტერესებს ყველაზე მეტად, ჩემთვის ანუ შენი პიროვნება ყოველთვის საინტერესო იყო, იქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდი, სანამ მედიტაციის ინსტრუქტორი გახდებოდი და მოდი აი მაქედან დავიწყოთ რა, რას აკეთებდი, სანამ მედიტაციის ინსტრუქტორი იქნებოდი და რა იყო ის რაღაც გარდამტეხი მომენტები შენ ცხოვრებაში, რამაც მე საბოლოო ჯამში აქამდე მოგიყვანა, რომ ეხლა შენ სივრცეში ერთად ვართ და შენ კონკრეტულად შენი მიმართულება გაქვს ნათელბნელის, რომელსაც რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხს ასწავლი ხო ესე ვთქვათ რა, ან გიდირებას უწევ. ჩემთვისაც საინტერესო პერსონაჟი ხარ, მაგას მაინც შავსო. მაგიტომაც ვარ აქ. ესე იგი, ჩემი ძველი საქმიანობა ბევრი წელი, თითქმის 10 წელიწადზე მეტი, დაკავებული ვიყავი სასცენო კლუბების განათებით, ვაკეთებდი განათების დიზაინს და მე ლაივში ვმართავდი ამ განათებას, ანუ ლაივ პერფორმერი. ესე რომ ჩამოვთვალო ჩემი ყველაზე დიდი პროექტები და აქედან უფრო წარმოდგენა შეგვექნება, კლუბი ბასიანი, ხიდი და თქვათ ფესტივალი 4GB-ის სტუმარი ვიყავი ხოლმე ჩემი პროფესიით და მანდ ვაკეთებდი იმას, რაც იმ მომენტში მიყვარდა და ძალიან მახარებდა. და მაგის გარდა კიდევ ბევრ სხვა საინტერესო პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, პატარ-პატარა კონცერტებზე, დიდზეც და მოკეთ, ხო, ესეთი ეგეთი იყო ჩემი გზა. ხო, ეგ რაღაც როგორც ხვდები, ეგ რაღაც მაინც უკვე რაღაცა შუანაწილი არის რა, სადღაც აი თვითონ ეგეც რო შენ სულს ქონდა, შენ ქონდა ეს მოთხოვნილება რომ განათება გეკეთებინა, ეგეც რაღაც რა ვიცი. ამ კონტექსტში სულიერი კონტექსტიდან თუ შეხედაო და რაღაც ესე ვთქვათ, ამ თვალიდან რაღაც ორივე განათება არის რა, მედიტაციის პროცესიც განათება არის, შიდა სივრცის და გარეთ რაც აკეთებდი, ისიც განათება არის. და აი ეს რაღაცა განათება შენი მოწოდება იყო ბავშვობიდან თუ როგორ რატო მოგინდა რომ საერთოდ ეს განათების სფერო რატო დაგაინტერესა ამ კუთხით? ხო, სიმართლე გითხრა, ესე სიღრმისეულად არ მიფიქრია, მაგის ანალიზი ესე არ დამიწყია. და განათებამდე ვაკეთებდი უფრო ვიდეო არტს, ვიზუალს, ანუ VJ ეგრეთ წოდებული. და შემდეგ აი ეს ვიზუალი რო ცოტა ასე ვთქვათ, ამოვწურე ჩემთვის, მერე მოიტანა რაღაც გარემომ, რომ მოდი ცოტა უფრო გავაღრმაოთ და აი ეს ივენთის პროცესი უფრო იმერსიული გავხადოთ და რა თქმა უნდა, მაგისთვის განათება იყო ბევრად ისეთი ინსტრუმენტი, რომ შემეძლო ბევრი პერსპექტივა გამეჩინა ერთ სივრცეში და სხვადასხვა განზომილებები, ასე ვთქვათ, ცოტა ისე მხატვრულად რო ვთქვათ, სხვა განზომილებები ჩამომეტვირთა იმ კონკრეტულ ღონისძიებაზე. და თვითონ ეს პროცესი რა, რასაც აკეთებდი ახლა მაგალითად, მე ანუ ჩემი სფერო არ არის რა, კლუბები არასდროს არ ყოფილა. მაგ დროს, როდესაც აი კლუბური ცხოვრება მოიხოდა, ესე ვთქვათ, საქართველოში, მაგ დროს ვიყავი ყველაზე ჩაჭერილ პრაქტიკებში, რაც შეეხება აი სულიერი კუთხით რა. სიზმართლეა და ასე შემდეგ, ანუ აქტიურად
ძალიან მართ გარეთ გასვლა გვიწევდა, მხოლოდ რომ ჯგუფი შეხვედრილი ყავით. ამიტომ რაღაცნაირად ჩემ ცხოვრებაში ეგ რაღაც სუბკულტურა თუ რა ვიცი რა დავარქვა, დაისკიფა ცოტა რა. მე აი ძალიან ბოლოსკენ უკვე, ესე ვთქვათ, შენ რო ალბათ მოგბეზრებული ქონდა, მე შეიძლება შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში ეგ თემები რა და მაგრამ ანუ აი თვითონ ენერგეტიკულად რო უყურებ, ხო, მაგ ეგეთ ადგილებს, სადაც შენ იყავი, ბასიანი ხიდი და ასე შემდეგ, ანუ რაღაც აი მე როგორი განცდა მიჩნდება, იცი, აი რაც ამ აი ეხლანდელ ცივილიზაციას რაც აკლია, აი საკრალური, რიტუალური და ესეთი თემები, რაც ყოველთვის იყო რა, ანუ ადრე ტომური ცხოვრება როცა იყო, მაშინაც ეს საკრალური და რიტუალური ნაწილი იყო და ეგ იყო ინიციაციის ერთ-ერთი მთავარი ადგილი, სადაც ანუ რაღაც ბავშვი შედიოდა, კაცი გამოდიოდა ესე იქიდან, ხო? რაღაც ეგეთი მომენტები ყოველთვის ჰქონდა კაცობრიობას რა, საკრალური და მაგის დეფიციტი რომ მოხდა თვითონ კულტურაში რომ დაიკარგა, მე ეგრე უყურებ ყოველ შემთხვევაში, ხო? რაღაცა თითქოს ეგ ადგილი დაიკავა კლუბში რაც ხდება, იმიტომ რომ როგორც ეხლა მე არ ვიყავი ესე ვთქვათ ესეთი ხშირი მომხმარებელი, ეგეთი სივრცეების, მაგრამ როცა დამაინტერესა რომ აი რა გამოცდილება არის მაგ დროს, სადღაც დილისკენ რაც ხდება, რომ ყველა ერთ ტალღაზე რომ ჯდება, სადაც ქესის და რაღაცა ისინი იკარგება. ნუ მე ეგეთი განცდა მაქვს. შეიძლება ხეს ძალიან ისეთი შენი მხრიდან ცოტა სხვანაირად ჩანს, მაგრამ მე ეგეთი განცდა მაქვს, რამდენი მივედი, ჩემი თვალით დანახული ის იყო, რომ რაღაც პერიოდში იწყება რაღაც დრო არის დილისკენ, სადღაც და დილას ანუ სულიერ სფეროდანაც ახლა ყველა მიცის, რომ დილას კუნდალინი ძალიან აქტიურდება 5 საათისთვის და მაგ დროს გარდაცვალებებიც მეტია და ესეთი სულიერი პრაქტიკებისთვისაც დილის 4-5 საათი და ეს ყველაზე ესეთი დრო არის რა, როდესაც პრაქტიკები ყველაზე ეფექტურია, ესე ვთქვათ რა და ბევრი მასწავლებელი იძახის, რომ და ვთქვათ, სხვადასხვა ტრადიციებში დილა იწყება 4 საათზე, ვთქვათ, აი ბუდისტურ ვიპასანას დროს და ასე შემდეგ, ხო, ანუ მე მგონი 4-ზე უკვე გამზადებულები არიან სამედიტაციოდ და ანუ რაღაცა პიკავს მან რა ენერგეტიკაში და ეს კუნდალინში და მან როცა მან ხვდებოდი ყოველთვის მქონდა ეგ განცდა რომ აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა ხდება მანდაც თითქოს მაგ დროს ყველა რაღაც თავისი კომპლექსებით არის მოსული ჯერ ყველას რაღაცა თავისი აქვს განზრახვები და მე სხვადასხვა მდგომარეობებში ანუ მუსიკის ზეგავლენით და სხვადასხვა კიდე ზეგავლენებით მან ხვდებიან რაღაც აი დილისკენ უკვე მაგ ვაიბზე სადაც თითქოს ერთი ორგანიზმი ხდება რა ეს ერთი ორგანიზმი რო ხდება ეს რაღაცა სუნთქავს რა ამ ტალღაზე რა მე ყოველ შემთხვევაში ეგეთი დაკვირვება მაქვს და ეგ არის ძალიან მომხიბვლელი იმ ადამიანებისთვის, ვისაც მედიტაციური გამოცდილება არ ქონია, უეჭველი ძალიან მომხიბვლელი, ანუ ყველასთვის მომხიბვლელია, მაგრამ განსაკუთრებით ვისაც თავში არ აქვს ეგ ფორმები, რომ არსებობს მედიტაციური გამოცდილებები, არსებობს ეს ერთიანობის შეგრძნება სამყაროსთან, არსებობს ეს სუნთქვა სამყაროსთან და ესეთი განცდები, ვისაც არ ქონია, და მან ხვდება ესეთ საკრალურ რიტუალურ ადგილას და ეს ვაიბი რაც დგება და ეს ენერგეტიკა რაზეც მე შეიძლება იყოს ანუ ხალხი ამ ყველაფერზე რაღაცნაირად ამას რომ გამოცდის მომხიბვლელი იყოს მათთვის რა ეს მდგომარეობა და ეძებოს ისევ იგივე რომ განმეორდეს ანუ შენ როგორი დაკვირვება გაქვს მაგაზე შენ შნეული გაქვს ეგეთი რაღაც კი ანალოგიურად მეც ბოლო წლებში განსაკუთრებით დავაკვირდი მაგას, რომ 4-მდე სხვა ტიპის ივენთი არის ხოლმე და 4-ის მერე იწყება სულ სხვა ენერგიების ტრიალი, ასე რომ ვთქვათ. ესე რა თქმა უნდა იმ მომენტში ვერ ხვდებოდი, ვთქვათ, დეტალურად რა ხდებოდა, მაგრამ ნუ ეხა ამ აქედან შეიძლება ისაუბრე, ხო, ეგ ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ აი 4-ის მერე მართლა თითქოს რაღაც გადართვა ხდებოდა რა და აი დენსლორსაც რო ვაკვირდებოდი ეგრეთ წოდებული ეგ ტერმინი ცოტა ისე არის უკვე მაგრამ ნუ აი რეივს რასაც ეძახიან ეგრეთ წოდებულს იწყებოდა ხოლმე მაგ დროს უფრო იმიტომ რომ თუ შეიკრებოდა და ყველა კომპონენტი ივენთის დაბალანსებული იყო ერთმანეთში იწყებოდა აი ეგ
ეგ mode როცა მთელი dance floor-ი და მთელი კლუბი ხდებოდა ერთი დიდი ორგანიზმი. ჩემს პრაქტიკაში რამოდენიმეჯერ ყოფილ ვარ ეგეთ ივენთზე, იმიტომ რომ არ არის მარტივი, თითქოს შენ როგორც თქვი, თითქოს ხშირად შეიძლება ეგ ყოფილიყო და რაღაც. ხშირად არ ხდება ეგრე? ხო, აი ჩემი დაკვირვებით, აი რასაც ქვია სრულყოფილად აი ერთი ორგანიზმის განცდა მქონია რამოდენიმეჯერ. ნუ სხვადასხვა კლუბებში ეს და აი ეგ მომენტი რო დგებოდა, აი თითქოს ფიქრი, ანალიზი, ყველანაირი კრიტიკა, ყველაფერი ითიშებოდა და აი რასაც ქვია ერთი მოძრაობა, ანუ აი გულის ცემა, ხო, რაც არის აი ტექნო რატო არის ესეთი პოპულარული ვთქვათ და რატო არის რომ აი ეგ 4-4-ზე, ანუ აი ეს კიკი რაც აქვს ტექნოს ვთქვათ და რაღაც აი ეგ აი ეს გულის ცემასთან, ამ რითმთან, სამყაროს რითმთან, აი თითქოს მაგასთან ყველაზე ისე ილინკება ხოლმე და ეს ღამის ეს რიტუალური პროცესიც მაგიტომ ესე დგებოდა. თუმცა ხო, ნუ ბევრი ნიუანსი არის მაგისთვის საჭირო, რომ ეგ შეიკრას და ეგ გამოვიდეს ეგ ხო, ასე ვთქვათ რიტუალი. მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არტისტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეგ ორი მთავარი კომპონენტი არის, რაც ანუ ვიზუალურ ხმოვან მხარეს რაც გიკავებს, ანუ თვალებს და ყურებს და კიკი ასევე სხეულს, ეს ბასი. ეგ რო ერთმანეთში ჰარმონიულად არის, მერე უკვე ხდება აი ეგ ტრანსფორმაცია და გადასვლა მაგ. და აი შენთვის კონკრეტულად ახლა ეს რაღაცების რო ესწრებოდი რა და იქ თავარი პერსონაჟი იყავი, რომელიც ანუ ესწრებოდი, ანუ ქმნიდიან ყველაფერს. ანუ ეს თვითონ მედიტაციური გამოცდილებები უკვე ქონდა, ანუ რაღაც მედიტაციურ მდგომარეობაში ჩავარდნები, ან ყოფნები, ან ეს ქონდა თუ რაღაც აი მაქედან მოხდა დამუღამება მაგ მდგომარეობის, თუ როგორ მიხვედი ზოგადად მაგ საჭიროებამდე მედიტაციის და ანუ პირველი გამოცდილება რა მოგცა ესე ვთქვათ, სად მიიღე? ნუ ეგ უფრო ალბათ კლუბამდე მოხდა პირველი რაღაც მსგავსი. ეხა ამ გადმოსახედიდან დავარქმევ მაგას უფრო მედიტაციურ მდგომარეობას, იმიტომ რომ მანამდე ესე ვერ ხვდებოდი რა იყო ვთქვათ. იმიტომ რომ თამაშობდი კომპიუტერულ თამაშებს აქტიურად მთელი ცხოვრება და ნუ დღემდეც მაგ პროცესში ვარ, შედარებით ნაკლებად. მაგრამ აი კლუბებამდე ძალიან აქტიურად სულ თამაშობდი თამაშებს სახში ვიჯექი და არ გავდიოდი სახლიდან ფაქტიურად ეგ იყო ჩემი თავარი საქმიანობა. ნუ რა თქმა უნდა ხანდახან მუშაობდი. და აი ეგ მედიტატიური მდგომარეობა ნაწილობრივ უფრო იქიდან გამომყვა, აი ეს რაღაც ერთ რაღაცაზე კონცენტრაცია და აი მაქსიმალურად რო იტვირთები მაგ ერთ პროცესში რო ხარ და სხვა ყველაფერი უბრალოდ ხრება. ნუ კი ფონურად დადის, მაგრამ მაინც ხარ აი იმ ერთ რაღაცას აკეთებ. და მე ნუ კლუბშიც ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ ჩემთვის აი კლუბში ასეც ვაკეთებდი თქვა და ივენთებზე ეს განათების პროცესი ან თუნდაც ვიზუალი, ეგ იყო ჩემთვის როგორც თამაში. ანუ ერთ რაღაცაზე ვიყავი კონცენტრ, ჩემი საქმე იყო, რომ აი ეს რაღაცეები მექმნა, ცოცხალ რეჟიმში და ხო, ანუ ეგ იყო ალბათ აი ეგ მედიტატიური მდგომარეობა, სადაც ბოლომდე მაგ პროცესში უბრალოდ ვირწმებოდი და რაღაცნაირად არ ვიცი, ხო, აი ხო, რთულია ეხა ესე მაგის ის. და ეს ანუ რაღაც თერაპიული ნაწილი, ან თვითონ იყო ხო, ეგ თერაპიული ნაწილი. მან ძალიან ნუ ბექგრაუნდიდან გამომდინარე, მანდაც ნაწილობრივ შვებასაც პოულობდი ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირი ის იყო რა, ყოველად მოწყვეტა, თქვათ, რეალობას და მაქსიმალურად ჩატვირთვა პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ არის ეგ გამოცდილება მაქვს, რაზეც ახლა ვილაპარაკებ, ეს ერთიანობის ცნობიერების, ნუ ყოველ შემთხვევაში შე როგორც იძახი, შეიძლება მე დაუსწრებულ ვარ ეგრე
რაღაცა მაშინ როცა მე მიგრძნია ალბათ არც არის ეგრე ყოველთვის, მაგრამ ნუ მაინც არის ხო ესეთი რაღაცა, მიახლოვებული მაინც არის მაგასთან და მაგრამ ეგ თვითონ ადგილი, სადაც ხდება და ეგ ცხოვრების წესი, როგორიც არის, მაინც ჩემი აზრით არის, ანუ ჩემი აზრით კი არა, რა თქმა უნდა, არის გამოფიტვა, ანუ ადამიანის, ხო? ანუ იმიტომ რომ მთელი დაგროვილი ენერგია, ანუ კი ბატონო, შეიძლება აგრესიაც რაღაცების და რაღაცა კათარზისული მომენტებიც არის და განმუხტვის და რაღაცა. მაგრამ მაინც მგონია რომ არის ეს გამოფიტვის რეჟიმი. შენ როგორ დოზირებას გააჩნია, ესე ვიტყოდი რა. აი შეიძლება რომ სუფთა აი მაგ გამოცდილების გამო რა, რომ ამ ერთიანობის განცდის და რაღაცა, რომ ადამიანი ესე ბრწყავებში რომ შეჯდეს, ესე ვთქვათ რა, მაგ ცხოვრების წესს. კი, რა თქმა უნდა, ანუ დამოკიდებულება ჩვეულებრივი პრაქტიკა არის ადამიანისთვის რაღაცას, რაც ძალიან მოგწონს და რაც ძალიან გვსიამოვნებს, მაგას ვეჩვევით და მერე დარჩენილი რაღაც პერიოდი ვანდომებთ იმას, რომ მაგას გადავეჩვიოთ და მთელი სწავლებები და ეს ყველაფერი მერე მაგაზე დგას, რომ როგორ გადაეჩვიო შენს რაღაც ჩვევებს, რომლებშიც აღარ ხარ ცნობიერი და უბრალოდ ავტოპილოტზე მიდის რა. იმიტომ რომ ეხლა განსაკუთრებით პატარა რო ხარ და შენთვის ეს ახალი არის და განსაკუთრებით ეხლა ისეთ ქვეყანაში რო ხარ, როგორიც არის თქვა საქართველო და ესეთი ბექგრაუნდი გაქვს და აი რაღაც უკმაყოფილება გარემოთი და ნუ მოკეთ ბევრი ნიუანსი არის ხო და რისთვისაც გიჩნდება სურვილი რომ რაღაც ალტერნატიულ რეალობაში აღმოჩნდე რა, ანუ შენსავე სახლში ხარ, მაგრამ უცბად გადართვა გაქვს და აღმოჩნდები უცბად ისეთ გარემოში, სადაც ეს ყველანაირი ბლოკი გეხსნება და უბრალოდ ხარ აი ეს თავისუფლების განცდა გაქვს, რაც შენი არის ისედაც დაბადებიდან და ეგ არის შენი ბუნება და ადამიანის ბუნება, თავისუფლება, უბრალოდ ანუ რაღაცეები გკეტავს, სოციუმი, გარემო ასე შემდეგ და უცბად იქ ეძლევა აი ეს მოშვების საშუალება რა და რა თქმა უნდა პატარა რო ხარ ძალიან მარტივი არის რომ მაგაზე არაცნობიერად შეჯდე რა და თუ შენ არ გაქვს ანალიზი იმის თუ რასაკეთებ, რა ხდება, როდესაც რაღაც პროცესებს გადიხარ და თუნდაც იგივე ალკოჰოლს სვამან, სხვა რაღაც სუბსტანციებს ეხები და ამის ცოდნა არ გაქვს და უბრალოდ აი მიყვები სიამოვნებებს, ნუ რა თქმა უნდა, მაგას ლოგიკურად მოყვება ის, რომ შეიძლება მაგაზე შეჯდე და დაზიანდე და მერე მოგიწიოს დიდი ხანი მაგასთან მუშაობა, რომ ისევ დაიბრუნო, გაიხსენო ბალანსი შენ თავში, ხო? აი მეც ხა ანუ იმას არ ვიძახი რომ თქვათ ეს არის ხოლო ცუდი ან რაღაცა ხედავ პლუსებს რა მაგ თვითონ და რა თქმა უნდა ანუ ნუ ცეკვავ და ცეკვით თავისუფლები ბევრი რაღაცისგან რა და მაგ არ ნიშნავს რომ ვინც მან დადის რა ყველა დამოკიდებული ხდება მაგაზე ან რაღაცა ეგ მაგას გამოვრიცხებ არა მე უბრალოდ რა მინდოდა ეს დაკვირვება მინდოდა გამეზიარებინა და კიდე ის რომ ანუ ხალხი რომელიც იქ დადის და ოღონდ უკვე დამოკიდებულია რეალურად ჩემი აზრით არის რომ ზუსტად ამ მედიტაციურ აქამდე მიმყავდა რა ეს საუბარი რომ ამ მედიტაციურ გამოცდილებას ეძებს იქაც რა ის მდგომარეობებში სადაც ვარდება მომხიბლელია და უნდა რომ ხშირად იყოს რა და შეიძლება ინფორმაცია არ გქონდეს რომ მაგის გარეშე შესაძლებელია რომ ჩავარდე გამოცდილებებში ან და იყო შეიძლება ეს არ იყოს ესეთი ინტენსიური თავიდან რა თქმა უნდა იმიტომ რომ იქ ბევრი სტიმულატორია ესე ვთქვათ რომ ეს ძალიან ძაფრი განცდა გქონდეს შორტკატებია და ამოდროულად ჩემი აზრით ან რაღაც ხშირი სენსორული ესეთი სიამოვნებების მიღება რაც კიდე იქაა ხო რაღაც ამ რეცეპტორებს აბლაგვებს რაც მე მედიტაციური პროცესისთვის გჭირდება ხო კი ეგ ფაქტია ჩვეულებრივი ხო მედიცინური ხო იცვითება უბრალოდ მე კი და აი მაგრამ აი რაღაცნაირად კიდევ ხედავ რომ თითქოს აი ეს ხალხი რომელიც ესე დადის იქ და რაღაცა შამანურ ამ რაღაც რიტუალში იღებს მონაწილეობას რა ესე რომ დავარქვათ რა ანუ თუ ნებისყოფა ეყოთ ან ძალიან კარგი მედიტატორები დადგებიან გამული რა ესე კი მაგ პროცესიდანაც ძალიან საინტერესო დასკვნების და კვლევების ჩატარების და მე ინფორმაციის გამოტანის საშუალებაც შეიძლება მოგეცეს რა მაგ იმიტომ რომ მე პირადად მქონია რაღაც ისეთი გამოცდილებები რომ აი ხო აი თითქოს გარდამტეხი
მომენტები ყოფილა რა, ჩემს ფსიქიკაში, ჩემ ეგოს ნგრევაში რაღაცები ყოფილა ისეთი, რომ აი რო უცბად რო გაჩერდები და ოკეი, რო დაფიქრდები. კი, ოღონდ რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალური არის. და ესე ყველას ერთად ვერ განვიხილავ რა, რომ ეხლა რახან ჩემზე ესეა, ვიღაცაზე ეს. ყველაფერი ყველას ჩვენი ბიოქიმია გვაქვს, ყველას ჩვენი ბექგრაუნდი გვაქვს. ყველანი ვართ უნიკალურები აბსოლუტურად მეორე ჩვენნაირი ანუ არ არსებობს და მაგით არის ეს ყველაფერი საინტერესო. ამიტომ ხო თუმცა რა თქმა უნდა მეტი ცნობიერება არის საჭირო რა, იმიტომ რომ ეხლა საქართველოში რო წამოიღო ვთქვათ კლაბინგი ესე პოპულარულად რო და ყველასთვის რომ ეხლა უკვე თითქმის რომ მეინსტრიმი გახდა, სანამ ეს ყველაფერი მოდიოდა, მაშინ აი თითქოს საჭიროებაც იყო რა ამ ყველაფრის. ეხლა რაღაც ეტაპზე უკვე ცოტა ავტოპილოტზეც გადავიდა. და ხო, მეტი ცნობიერების შეტანაც ეხლა უკვე არ აწყენდა მაგ ყველაფერს რა. იმიტომ რომ უკვე აი უბრალოდ ესე რაღაც ხო გამზადებული არის და ხო, უბრალოდ შედიხარ და აი ხო ისეთი. და თვითონ აი მე ეხლა ასტროლოგიური დაკვირვებით რო გითხრა იმ სფერო საქმიანობიდან რაც ჩემი არის ხო ან ყველანაირ მედიტაციურ გამოცდილებას ჭირდება თვისებები რომელსაც აქვს პლანეტა სატურნს. სატურნი არის დისციპლინის შრომის და რიტმული მუშაობის ანუ ამაზე მეტყველებს რა ამ ინფორმაციას ვიღებ როცა უყურებ რუკაში ამის დებარეობას და ასე შემდეგ. ანუ შენ ანუ აი ამ სფეროდან სადაც აი კლუბური და ის და ამ შექმნაში მონაწილეობა და ასე შემდეგ და იქიდან როდესაც უკვე გადმოხვედი აი ასე ვთქვათ აი ამ მედიტაციური გამოცდილებებისკენ და ჯერ ანუ შენ თავზე გატესტე ეს ყველაფერი და რაღაცა და მე დაგროვილი გამოცდილებით უკვე აზიარებ იმ გამოცდილებას ხო და ეს ყველაფერი გეხმარება ეს ბექგრაუნდი რაც გაქვს მაგაში. ანუ შენ რაღაც არ ქონდა ეს მიჩვევა ამ შორტკატების და როგორ გადალახე ესე ვთქვათ რა შორტკატით მიღებული დაკმაყოფილება აი ამ სატურნის ესეთი რიტმული მუშაობის და დისციპლინის და უკვე სიფხიზლის მდგომარეობა არის საჭირო და რეცეპტორების დამშვიდების ესე ვთქვათ რომ აღიქვა რაღაცა კიდე უფრო ესეთ ხო ნატიფი ეგ ესეთი პროცესი იყო რა და პირველი დაკვირვება რაც გავაკეთე იყო რომ რაღაცას რო ვაკეთებდი ვთქვათ ადრე ჩემი სიამოვნებისთვის ხო თუნდაც იგივე კლუბში სიარული იგივე რაღაც არა სიფხიზლე ამ ვთქვათ რამე ეგეთი იყო ის რომ მაგას ვაკეთებდი სიხარულით ანუ მაგის განსჯა არ მქონდა საკუთარი თავის არ წუწუნებდი ვაკეთებდი მაგას მიხაროდა და მსიამოვნებდა მაგრამ მე გამიჩნდა ის რომ აი ცნობიერი მომენტი როდის ჩამერთო რომ დავაკვირდი რომ დროთა განმავლობაში ვიწყებდი უკვე წუწუნს ანუ იმას რაისთვისაც ადრე ვთქვა შემეძლო რომ აი რაღაც ფეხი წავსულიყავი სადღაც ღამის 3 საათზე და სადღაც ივენტზე მივსულიყავი და ბოლომდე გავრთობილიყავი და რაღაც მაგას ეგ რო გამეკეთებია უკვე ბოლო პერიოდში ეგრეთ რაღაცას თუ ვაკეთებდი უკვე ვიწყებდი წუწუნს მეზარებოდა მე მეგობრებთან ერთად ვარჩევდი რომ აუ უკვე რაღაც აღარ შემიძლია რაღაც დილით ვეღარ ვიგვიძებ განადგურებულად გზნობ თავს და ასე შემდეგ და ეგ იყო პირველი ესეთი კლიკი სადაც მივხვდი რომ მოიცადე ხა რატო ვწუწუნებ ხო რახან წუწუნებ ესე იგი უკვე ჩემს თავს ანუ ჩემი ქვეცნობიერი მელაპარაკება პირდაპირ სიტყვებით რომ რაღაცა შეასაქმე უნდა გაჩერდე იმიტომ რომ მაშინ არ იწუწუნებდი შენ თუ რაღაცა გულით გინდა იქ ერთი წამითაც არ წაიწუწუნებ მაგაზე და უბრალოდ აკეთებ ხო გახსნილი ხარ ბოლომდე და გულწრფელი ხარ პროცესში და მე დაკვირვება გავაძრე რომ როგორც კი დავიწყე წუწუნი ესე იგი რაღაცა შეასაქმე და მაქედან ჩამერთო აი ეს red flag-ების დანახვა რა და მე მქონდა რომ აი რა თქმა უნდა რთული პროცესი არის ახლა ჩემთვის განსაკუთრებით იმიტომ რომ ბევრი წელი მაგაში ვიყავი და ძალიან ესეთ მონაწილეობას ვიღებდი ხო მაგ ყველაფერში რომ ივენთები და თავიდან ბოლომდე ჩართული პროცესში და
აი მე მქონდა რომ პერიოდებიც რაღაცა 2 თვე გამოვედი, მე ისე მიუბრუნდი, მე ნახევარი წელი გამოვედი, მე ცოტა ხანი ისე მიუბრუნდი, მე ისევ და აი გზადაგზა სულ განხილვები მეგობრებთან რომ აი მაგაზეც მე მინდა რომ ხო რომ აი სულ მეგობრებთან, იმიტომ რომ ხარდაჭერას ვითხოვდი, ეგეც მე მივხვდი რა, აი უკვე უფრო ცოტა რომ დამშვიდი, იმ მომენტში ვერ ხვდებოდი, მაგრამ აი ვიღაც ჩემს ყველაზე ახლო მეგობრებთან საუბრობდი რომ აუ მოდი იქნება ერთად გავჩერდეთ და აი ეგ პროცესი იყო საინტერესო არის. რეალურად უკვე მინდოდა გამოს, აღარ შემეძლო ეგ რაღაცა, ანუ უკვე სიამოვნება იყო რაღაც იმ მომენტში რა, ის რამოდენიმე საათი და მე მთელი კვირა ვთქვათ მიდიოდა აი ეს რაღაც ნაბახუსევი მაგისი რა, აღდგენა. და ეს რეგენერაცია, რა თქმა უნდა, მე უფრო და უფრო რთულდება და ნუ ფსიქიკაზე, სხეულზე და ნუ ეგ პროცესები ახლა რავი ნებისმიერმა რომ ინტერნეტში მოიძიოს ყველაფერი დევს რა, ქიმიურად, ფსიქიურად რა შვება, რა პროცესები მიდის ორგანიზმში, ტვინში და ნუ ხო, ეგ ისეთი მომენტი არის. ხო, აი ეხა ეგ ძალიან მკვეთრად მინდა ეგ რომ დავაფიქსირო რომ ეხა რაღაცა არ მინდა ისე გამოვიდეს რომ რაღაცა ხალხზე ლაპარაკობ თითქოს რომ რაღაცა ჭირთ რა, ანუ რომ რაღაცა დამოკიდე. ანუ ჩემზე ლაპარაკი, მე შენზე ლაპარაკობ და შენგან მაინტერესებს და უბრალოდ რა ვიცი, ყველა ვინც უყურებს ხო ეხა ამ პოდკასტ თვითონ ამოიცნოს თავი რა. არის აი შენსავით უკვე ცუდათა მაგრამ მაინც აკეთებს, იმიტომ რომ რაღაცა აკეთებინებს, თუ სიამოვნებას იღებს და რავი, რიტმშია, თავის რიტმშია რა, ანუ თვითონ ყველამ თავი ამოიცნოს ამ იმაში. ჩემი რაღაც განზრახვაც არის რომ მაქედან ეს პერსპექტივას დავინახოთ, იმიტომ რომ შენ გაქვს გამოცდილება, რომ აი და შენი თავი შეამჩნია იმაში, რომ უკვე გალუპული ხარ, გალუპული იყავი, შენი ქვეცნობიერი გელაპარაკებოდა, რომ რაღაცა შესაძლებელია და რაღაცას შენი სხეულები, სხვადასხვა რაღაც ესე რომ თქვა ასტრალური, ემოციური სხეული და კიდევ რაღაც სხვა სხეულები რაღაცა თითქოს თავისი ცხოვრები ცხოვრობდნენ და სადღაც მიყავდი იქ, სადაც უკვე აღარ გინდოდა ყოფნა და აი ეგ თვითონ ეს გამოსვლაც ეხა შე რო იძახი რომ გამონ ეგეც ძალიან ისაა რომ საინტერესოა რომ აი ამ რაღაცა ეგრეგორში რო ექცევი თითქოს რა სადაც არ უნდა იყო რაღაც ხო ამ ეგრეგორში რო ექცევი ამ ერთიანობის ერთი რო რაღაცა პლუსები აქვს, რასაც გაძლევს, მაგრამ მე უკვე გამოსვლა რო გინდა როგორ უკან გეკაჩება თითქოს რა, თუ აი ენერგეტიკულად აი ვერ ეხა მეტაფიზიკურად შეგვიძლია ამას ეგრეგორი დავარქვათ, მაგრამ სულთა ფსიქოლოგიურად, ნუ ჩვეულებრივი მიჯაჭულობა რა რაღაცაზე რა და აი რატო არის ესეთი რთული შენ როგორ ხედავ, რომ აი შენი პერსპექტივიდან როგორ ჩანს ეგ როგორც ხო, აი რატო არის რთული ესე გამოსვლა რა ეგეთი ადგილიდან. რო ვილაპარაკოთ სუფთა ქიმიურად და სუფთა თქვა ნევროლოგიის კუთხით და მედიცინურად რო შევხედოთ მაგ პროცესებს იმ მომენტში თქვა განსაკუთრებით თუ სუბსტანციებს იღებს ადამიანი ხო იმხელა დოზით იღებ თქვა თუნდაც იგივე დოფამინის რაოდენობა ხო თქვა შეიძლება რომ რაღაც სუბსტანციით იმდენი დოფამინი გამომუშავდეს და იმდენი იმხელაზე ავარდეს ეს ლეველი რომ მერე მაგის ნორმალიზება და ისევ სტაბილური რო გახდეს, სჭირდება მაგას ძალიან დიდი ხანი რა, რომ ეგ გასტაბილურდეს და მაგით თუ არის ხოლმე, რომ ტვინს ამახსოვრდება, რომ აჰა, მე აქ აი ამ დოზით ამას ვიღებ, ამდენ სიამოვნებას და მერე მთელი კვირის განმავლობაში პატარ-პატარა სიამოვნებები, რაზეც ეს დოფამინის, თქვათ, მარაგი უნდა გადანაწილებულიყო და ნელ-ნელა, თქვათ, მიგეღო ეს რაღაც ერთი კვირის მანძილზე ან სიტყვაზე ან ერთი თვის მანძილზე მაგისთვის უბრალოდ აღარ გრჩება მაგის რესურსი. და გიწევს ის, რომ ტვინს ახსოვს, რომ ოკეი, მოიცადე იქ მე ხა იმას ვიზამ, ერთი კვირა მოდი ესე ვიდები სახში, ან რაღაცას ვიზამ, არ ვიცი. მაგრამ იქ მივიღებ ამ სიამოვნებას. ეგეც ერთ-ერთი სცენარი არის, რა თქმა უნდა, ეგეთიც. მაგრამ მაინც მე აი ეს დაკვირვება, რომ რაღაც, აი როგორც კი პატარა დისკომფორტი შემოგდის იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებ, ის კი არა რომ აი ყველა რო იძახისო სიგარეტი ცუდია, მაგრამ ყველა ეწევა, თქვათ, უბრალოდ რომ სიგარეტი ცუდია იძახი, არა, აი შენ თავს ვერ მოატყუებ რა, რაც არ უნდა რაღაც სიამოვნებებში იყო, მაინც შენ თავს ვერ რომ მარტო რომ დარჩები, რაღაც დიალოგი გაქვს შენ თავთან, ხო? ისეთი, სადაც ხვდები რომ აი რაღაცა, რასაც შენ თავს ეუბნები, არის ის, რაც მართლა გრძნოფრო სიმართლე არის რა და
მაქსიმართლეს ну კი რაღაც პერიოდი თავს აარიდებ, მაგრამ ბოლოს მაინც გეტყვის რა. იქ თუნდაც ხეულს თუ მოусმენ, თუნდაც ფსიქიკურად თუ შეხედავ, როგორ ვითარდები, ხო, ანუ რაღაცა მაინც მიგანიშნებს იმაზე, რომ მოდი გაჩერდი, იმიტომ რომ რაღაცა ხდება რა. რაღაც აირია, გარემო გეცვლება ირგვლივ, სამეგობროსთან ურთიერთობა იცვლება, ხალხთან დამოკიდებულება, ну მოკეთ, ბევრი ისეთი ნიუანსი არის, რასაც ყურადღებით ყოფნა კარგია რა, რეკომენდირებული არის, იმიტომ რომ ეგეთ პროცესებში როცა ხარ, ხო, ანუ ის იმის თქმა არ მინდა რომ აი ცუდი კარგიაზე არ არის, უბრალოდ ცნობიერების შეტანა, რავი, ალბათ ყველაზე გულწრფელი არის, რაც შეგიძლია რომ შეიტანო შენს ცხოვრებაში ადამიანმა, ხო? რომ იყო ცნობიერი და დამკვირვებელი იმ პროცესების, რაც შენში ხდება. და არა ის, რომ უბრალოდ ემოციებზე და რაღაც განცდიდან განცდაზე დახტუნავ და რაღაც მოგონებებში ხარ გაჭედილი და რაღაც აი ქაოსური შფოთვა ტვინში, აი რო ვერ ხვდები, ხო იცი, რაღაცნაირად რო ხარ რა, აი სულ შფოთვაში რო ხარ, ან უბრალოდ ან დაკარგულია უბრალოდ რო ხარ აი პრასტრაციაში სულ და აი არაფერი. მაგრამ თან რო ხვდები, რომ რაღაც ხდება. აი რაღაც ხდება, რაღაც დავკარგე თითქოს. ხო, აი ეგ და აი ხა ცნობიერების შეტანა რო თქვი, ანუ აი ცნობიერების შეტანა, ანუ ცნობიერების შეტანა უკვე მედიტაციური პროცესი არის რა, რასაც აკეთებ. შენ აი ხა მე მაინტერესებს, აი შენ როგორ უყურებ ზოგადად ამ სიტყვა მედიტაციას. და აი ამ თვითონ ეს გამოცდილება, რაც შენ გაიარე, როგორ მესმის რომ აი ხა თავიდან თქვი რომ გაგიჭირდა ეს გამოსვლა და შედიოდი, გამოდიოდი, ესე თქვა ამ პროცესში. მე ჩემი დაკვირვებაც ეგეთია რა, რომ ხა ჩემი პერსპექტივიდან მე როგორც ხა ცოტა მეტაფიზიკურად რო შევხედოთ, ნებისმიერ რაღაცა ესეთ იმას ახასიათებს აი ეს ენერგეტიკული რაღაცა ერთიანობის შექმნა, რომელთანაც რაღაც ნაწილი ხდები ამ საერთო ცნობიერების, ესე ვთქვა და ისევ ინდივიდუალურ გამოყოფას რო ახდენ, ყველა ნებისმიერი გაერთიანება, სადაც არ უნდა მოხდე, ყოველთვის რაღაც დაგეკაჩება უკან, ესე ვთქვა რა, რომ დაგაბრუნოს ისევ იმ წესრიგში, რა წესრიგშიც იყავი. ეს ახლა კულტურული გაერთიანება, ქვეყნის ბევრი რაღაცა ესე ვთქვა, რომ მიკუთვნილება არსებობს, რომელი მიკუთვნილებიდან გამოყოფაც ხო, საკმაოდ რთული არის რა. ასტროლოგიურადაც ახლა რო შეხედო, ხო, ანუ ბევრი პოზიცია არის, როდესაც ხედავ, რომ ადამიანს კონკრეტულ ცხოვრებაში ხო, არის მინიშნება აქვს სამყაროს გარო, ეხლა დრო მოვიდა, რომ აი შენ რაღაც შენი ინდივიდუალური ხაზი უნდა გაატარო რა. და ეგეთ რაღაცებს რო უყირდები ხოლმე, აი როცა ეგ პროგრამაა გააქტიურებული ტიპს. აი ყველას ძალიან უჭირს რა, იმიტომ რომ ის მიკუთვნილების განცდა იმდენად ქვეცნობებში ძალიან ღრმა და ძალიან დიდია, რომ ანუ ეს რაღაცა ძალიან ფსიქოლოგიურ სიკვდილად აღიქმნება რა ეს პროცესი. ხო, ძალიან კომპლექსური არის კი ახლა ეგ. და აი ამას ეს მაინტერესებს, რა შე რო თქვი, რომ უკვე აი ეს დაკვირვება შევიტანე და აი ეს ხო, აი ეგ ხედვა შენ როგორ გაქვს, რომ აი რას ეძახი ამ მედიტაციას და თვითონ უკვე დაკვირვების შეტანა თუ არის შენთვის უკვე თავისთავად მედიტაცია. ხო, ну მედიტაციური მდგომარეობა ნიშნავს ჩემთვის როცა ხარ ყურადღებით იმ პროცესებზე, რაც შენში პირველ რიგში და ну შესაბამისად როდესაც ყურადღებით ხარ შენში მიმავალ პროცესებზე, გარემოსთანაც ხდები ბევრად ყურადღებით, ხო? და ეს ყურადღებით რომ მიიყო ეგ ისეთი პროცესი არის რა, ეხლა რომ არ მინდა ისე გამომივიდეს, აი ჭეშმარიტება არის ეგ და გინდა თუ არა ეგრე არის სიმართლე და ანუ ეგ არ ვიცი რა თქმა უნდა. არა, შენ უბრალოდ შენ რა დაკვირვებები და შენი გზა რაც არის, ეგა საინტერესო. თავისთავად. ჩემთვის ხო რა, ესე დამილაგდა რომ ერთი, ну მარტო მომიწია ნაწილობრივ მაგასთან მისვლა. ბევრი ელემენტისგან შედგებოდა ის გზა, რომელიც მე ვთქვათ ამ წერტილამდე გავიარე, ხო, რაღაც ბევრი ფილმი, ბევრი საინტერესო პოდკასტი, ბევრი საინტერესო რაღაც სერიალი, უამრავი რაღაცა ვნახე, მივიღე, იმიტომ რომ თითქოს აი ის მომენტი, როცა გამიჩნდა გრძნობა, რომ რაღაცა დავკარგე თითქოს
და ეს წუწუნი რო დავიწყე და უკმაყოფილება ჩემი ცხოვრების სტილით და აი რაღაცნაირი დისკომფორტი როგორც კი შემოვიდა ჩემში მაგ კუთხით, ხო, მანდ ჩამერთო ეგ რო აი დავსვი შეკითხვა აი რაღაცა რა ხდება, ხო? ანუ რა არის ეს ამბავი. და ნუ ერთ-ერთი პირველი ტრიგერი ჩემი იყო ანიმატრიცა, სადაც არის ერთ-ერთი ტრეკი, რომელსაც ქვია Who Am I? და აი თითქოს პირველი ტრეკი იყო, რომელზეც აი ძალიან ღრმად შევჩერდი რა და აი მაგ ტრეკში არ ვიცი, რაღაცნაირად შევყევი ისე ღრმად, რომ აი მე თქვი თან ესეთი ტრეკია, რომ ეს მონოტონურად იმეორებს აი ამას, რომ აი ვინ ვარ მე და ვახ მე თქვი რა ხდება და აი თითქოს მაგან პირველმა გახსნა რაღაც. და ეგ იცი რომ არსებობს ეგეთი მედიტაცია ზოგადად. კი. თვით გამოკითხვა. ვინ ვარ მე? მარტო ეგ პრაქტიკა ქონდა. ხო, ეგ არის მაგის კი. ანუ ფაქტიურად მაგით მოხდა რა, რა მნიშვნელობა აქვს ხარ ამანასგან იყო თუ ანიმატრიცისგან, ეგ კითხვა დაისვა რომ ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე შემოიტანა მაგან და ხო, აი მაქედან აეწყო რა ეს ჩემი ნელ-ნელა და ნუ რა თქმა უნდა მე რაღაც პროცესები მოხდა რა, ისე რომ რაღაც კოვიდი დაემთხვა, ეგ იყო ყველაზე ისეთი გარდამტეხი ალბათ ერთ-ერთი, იმიტომ რომ კოვიდამდე ხო რაღაც უკვე აი სერიოზული ის მქონდა ბრძოლა რომ უკვე გამოვდივარ თუ რაღაც. მე სოციუმი უკვე აი სოციუმში მიმდინარე პროცესი უკვე დაგეხმარა ხო რომ ისედაც ყველა მარტო დარჩა ხო გიფუსტა პირველად ხო დაურჩი სუფთა სინდისით სახში მარტო და არავინ არაფერს მაგაზე არ ფიქრობდა. სხვა აი ჩემთანაც რა კონსულტაციებზე მოსული ხალხის უმრავლესობა ყველა იძახის რომ აი კორონამ ესე რომ ვთქვათ გააღვიძა რა. კორონას დროს გაიღვიძა, იმიტომ რომ ყველა მაშინ დაპაუზდა, ამოვარდა ჭრილი რელსებიდან რა, მექანიკური რელსებიდან სადაც იყო და ეს ახლა ეს თვითონ აი ეს მე აი უკვე როდესაც დაიწყე, ვთქვათ, მიხვედი მაგ მიჯნაზე, მაგ სიმღერამ დაატრიგერა კიდე რაღაცა შიგნით და ეს პროცესები ანუ შემდეგ ან ბევრი გამოცდილება გქონდა სხვადასხვა მედიტაციების თუ რაღაც უკვე ანუ შენი ინდივიდუალური გზა გაიარე ინტუიციური თუ აქეთ-იქით ბევრი ცადე რაღაცეები და მე მიხვედი იქამდე ეხლა რასაც აზიარებ. იცი ხო, ანუ ინტუიცია იყო კი ნამდვილად და აი ახლა რომ უკვირდები აი ეგ პერიოდი რა რაღაც ძიების პროცესში რო ვიყავი და ეს თქოს აი ეს თვითშემეცნების პროცესს რო დიდი კი ვუთხარი და ლაიქი დაუსვი და მეთქი დავიწყეთ მოდი ხა შევხედოთ აბა ჩვენს თავს სხვადასხვა პერსპექტივიდან იმიტომ რომ ნუ რაღაც მეგონა რომ აი მე რაღაც მე ვარ ესეთი რა და მივხვდი რომ მე მარტო მე არ არის ესეთი ეს მე ბევრნაირი არის და რომ ესე ჩემი თავი დავსვი თქვათ ცენტრში და დავიწყე სხვადასხვა პერსპექტივებიდან ჩემ თავზე დაკვირვება ხო თუნდაც იგივე ფიზიკიდან იგივე რაღაც კვანტური ფიზიკის პერსპექტივიდან ნევროლოგიის მხრიდან ფსიქოლოგიის მხრიდან ნუ ბოლოს უცნაური ის იყო რა სანამ მედიტაციებზე და რაღაც პრაქტიკებზე გადავიდოდი ჯერ უფრო აქტიურად ვიყავი ფიზიკაში დაინტერესება მქონდა მან დრო აი რაღაც ეს კვანტური ფიზიკა მე თქვი ვახ ეს რა საინტერესო რაღაც არის სადაც ნუ აი მივედით, ჩავედით თითქოს ადამიანება, ჩვენი ცივილიზაცია ამ კვანტურ ფიზიკამდე ჩავაღწიეთ და იქ უცბად გავჩერდით, იმიტომ რომ ნუ რაღაც დაგვხვდა სამყარო ოღონდ სუპერ პოზიციაში, რომელიც ნუ ყველაფერი არის ერთდროულად თან არ არის და ეს მიზანშედეგობრივი სამყარო ცოტა რაღაცნაირად დეფორმირდა და ნუ სულ სხვა პროცესები წამოიღო მაგა. და აი მანდ რო გავიჭედე თითქოს მაგ კვანტურ ფიზიკაში რომ ვეღარ მივხვდი რა ხდებოდა. უცბად შემოვიდა ჩემთან ტიბეტელი ბერები. ანუ არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა ეგ იყო რომ პოდკასტი შემხვდა, სადაც ტიბეტელი ბერები, ანუ დალაი ლამას გუნდი, ასე ვთქვათ, შეხვდა რაღაც ფიზიკოსებს და მაგათთან ჰქონდათ ესეთი რაღაც საუბარი ზოგადად იმაზე თუ რაზეც თვითონ საუბრობდა თქვა და ბუდიზმი საუბრობს ამდენი 1000 წელია
და აქედან მეცნიერების მხრიდან მათი დაკვირვება და როგორ მივიდნენ ისევ იგივე საკითხებამდე, რაზეც თქვა ბუდიზმი მივიდა ძალიან დიდი ხნის წინ. და ეს მაქედან ამათ იდეა ჯერბობს ერთ ვერ მივხვდი მეთქი რა ხდება, ანუ რა უნდათ ერთად დალაი ლამა ზის და ვიღაც ფიზიკოს ელაპარაკება, რომ ესა ხო აი იცი სუპერ პოზიცია კვანტურ ფიზიკა, მეთქი რა ხდება. და მაქედან გადავერთე ამ ტიბეტელებზე, რომ მეთქი რა საინტერესო პერსპექტივაა ეგ. რომ რა კვლევა, ანუ რეალურად მკვლევგენიც რა ცნობიერების და სიცოცხლის ერთ-ერთი ასეთი პირველი სერიოზული მკვლევარები არიან, ხო? და მაქედან იყო, რომ ეს მედიტაციასთან რო აღმოუჩნდი, კაკრას ეგის პერიოდი იყო, როცა დამემთხვა ვნახე, ცოტა ადრე ვნახე, უბრალოდ მაგრამ ვერაფერს ვერ მივხვდი, Waking Life ესეთი ფილმი არის. მანდ იყო ეგრევე ეგრო ვნახე ეგ პოდკასტი, ეგ Waking Life-ი ამომიგდო ტვინმა რომ მოიცადე. მერე ვნახე ეგ, გადავიმეორე და მაგ ძალიან სხვანაირად ჩავყვინთებ აქ პროცესში. მერე დაემთხვა ეგ პერიოდი, რომ სერიალი გამოვიდა ანიმაციური Midnight Gospel, მაგანაც ძალიან დიდი ესეთი, არ ვიცი, ნაბიჯი გამაკეთებია საკუთარი თავისკენ და მაქედან ნელ-ნელა მე გადავერთე უკვე აი ამ მედიტაციურ პრაქტიკებზე, რომ დამაინტერესა უკვე კვლევა მაგის, რომ რა არის მედიტაცია და იმის გამო, რომ თქვათ მანამდე რაღაც ნევროლოგიაში ცოტა ჩავიხედე, ფსიქოლოგიაში და სხვადასხვა რაღაც ასპექტებიდან დავინახე ჩემი თავი, ეს მედიტაციური პროცესი უფრო ესე სკეპტიკურად და ცოტა ისე როგორც კვლევას მიუდექი და არა ის, რომ აი მე ვიწამე ხა მედიტაცია და დაუჯექი ლოტუსის პოზაში და აუფრინდი ცაში და ბუდას ხელი ჩამოვართი. ეგ პროცესი არ მქონია, იმიტომ რომ ძალიან ესე ცივი გონებით პროსტ მაინტერესებდა რა პროცესები მიდის. სხვა ანუ მეც შენ რო გაკვირდები, ანუ როგორც მუშაობ ხალხთან და ზოგადად ჩემი მიდგომა როგორიც არის და რაც შენთან რეზონირებს, ანუ მე და შენი გზა ცოტა განსხვავებული არის რა. ჩემთან ეზოთერიკა შემოვიდა თუ არა და სულიერი და ესე თქვა თემები და დაფარული რაღაცა ცოდნა და ასე შემდეგ, რაც ეს მეინსტრიმში შეიძლება არ არის. მე აი თავპირის პრევით გადავარდი ყველაფერში, რაც ეგ იყო. მე ანუ იქ რო რაღაცა გამოცდილებები მქონდა, მე მოვედი უფრო მეცნიერული კუთხითაც, რომ ვა, აქაც ეგ არის რა და საბოლოო ჯამში ერთი რაღაცისკენ მიდის რა, თუ თვალი გაქვს ისეთ და თუ ხა რაღაცა არ გიშლის ხელს შენი რაღაცა კონცეფცია თავში, რომ ეს რაღაც სხვა არის და ის რაღაც სხვა არის. ანუ შენ პირიქით გააკეთე რა, შენ როგორც ვაკვირდები, ანუ აი მეცნიერულ ხაზთან და ანალიტიკურ ხაზთან, ესე ვთქვათ, რა, უახლოს იყავი რა. ეხლა რო ვაკვირდები, როგორც ეხლა ნათელბნელის მედიტაციას, რასაც შენ ასწავლი თუ გიდირებ ხვები. ვერ ჩამოვყავ. ხო, დაწყებამდე მაგაზე მსჯელობდით, რომ რასაკეთებ მაგ დროს. ვაზიარებ. ხო, აზიარებ ცოდნას ჩემს პირადს. ხო, აი მანდ ვაკვირდები მაგას, რომ ანუ არის ადამიანები, რომლებიც აი ესე იწყებენ, პირველ ნაბიჯს დგავენ და აქ შიში მოწყვეტის რა, ეზოთერული რაღაცა უსკულში გადავარდნის, სადაც არის აი სრული, რა ვიცი, დინება არის ესეთი, რომ მართლა შიზოფრენიდან ერთი ნაბიჯი არის რა და იქ ცურვა თუ შეგეშალად დაიხრჩობი, ესე ვთქვათ როგორც. ხო, და შენ რასაც აკეთებ, მე ჩემი დაკვირვება რაც არის, ეს არის, რომ ეს მყარად რომ თვითონ შენი გამოცდილებები რომ მყარად დგას მიწაზე და მეცნიერული კუთხიდან არის ამოსული პირველ რიგში და შემდეგ არის შენი დაკვირვებები უკვე მედიტატიური და ასე შემდეგ. ხო, ანუ სხვა ადამიანებს ეხმარებათ, რომ რაღაც პირველ ნაბიჯებს რო დგავენ, აქაურობას არ მოსწნენ რა, სულ აქ ფხიზლები იყვნენ და აქ მიდის სამუშაო, რაც გასაკეთებელია და არა სადღაც ასტრალში და სადღაც სხვაგან რა, აი შენ რამდენად სწორია ეს დაკვირვება, რაც მე მაგ და შენ რას სიტყვი, თვითონ შენ მეთოდზე მუშაობის რა. აი ეგ მეცნიერული კუთხე რამდენად დაგეხმარა მაგაში. და ხალხთან როგორ აკვირდები აი ამ მუშაობის პროცესს რა. იმ კონტექსტში რა კონტექსტშიც. ნუ ხო, ეგ ანუ რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, ყველანაირი სცენარი არსებობს, სხვადასხვა ტიპის ადამიანები და ყველას თავისი
რაღაც პერსპექტივა აქვს თუ როგორ აღიქვას ის რეალობა ხო რაც მის ირგვლივ ტრიალებს. და ხო, რა თქმა უნდა, არიან ისინი, თქვათ, ჩემს როგორც მე, თქვათ, მაინტერესებს უფრო ხო ჯერ ფიზიკასთან გავეცნობი რა ხდება, რა პროცესები მიდის და მე ნელ-ნელა გადავალ, თქვათ, უკვე ისეთ რაღაცეებზე, რაც ცოტა ოდესღაც სტერეოტიპულად აღიქმება, როგორც რაღაც მისტიური, ხო, და აი რაღაც ხელშეუხებელი და ეს ჩემთვის უფრო ხო, მე ყოველ შემთხვევაში რადგან ეგეთი რაღაც სკეპტიკური ტვინი ჩამომიყალიბდა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპიუტერული თამაშების დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ვიყავი და სტრატეგიების და ბევრი ესეთი გამოცდილება მქონია, სადაც quest-ების ამოხსნა და ეხო ხდები უფრო რაღაც ცოტა ისე უყურებ რა ყველაფერს. შესაბამისად, ეგ პროცესიც მაგაშიც გადმოვიდა ხო რა, ეგ ჩემი გამოცდილებები და ხალხსაც ვაკვირდები ხო, იმიტომ რომ ბევრისთვის არის მართლა ეს იმდენ სტერეოტიპი არის უკვე, თუნდაც სიტყვა მედიტაცია, ხო? ანუ იმდენად რაღაცა მისტიკით არის შეფუთული და იმდენად აი ეს მედიტაცია გონიათ, რომ აი რაღაც წარმოუდგენელი და უნდა ლოტუსის კიდევ ახსენებ, რომ ეს ლოტუსის პოზა გინდა თუ არა და თითები ესე და რაღაც აი ხო ხდები აი ეს იმდენად რაღაცნაირად დაფარული არის ამ რაღაც იდუმალების ნისლით თუ რაღაც ყველას აქვს რაღაცნაირი დამოკიდებულება რა მაგასთან აი ქართულად არ ვიცი ეგ როგორ პრიდვზიატი არ ვიცი ხა ეს ეთერში ამდენად გაუშვებთ ამ სიტყვას მაგრამ ხო აი რაღაც ესეთი ის არის რა და როდესაც ვცდილობ რომ აი მოდი ჯერ დამიწებო მოდი ჯერ ხო აქ ვართ რა ანუ შენ რომ მედიტაცია დაგაინტერესა ამ სხეულში დაგაინტერესა ამ ფორმით ხელებით ფეხებით ანუ ხო ხდები აი ამ გარემოში დაინტერესდი შესაბამისად ჯერ ეს გარემო გამოიკვლია რა არის ხო ანუ შენ როგორი სხეული გაქვს შენი სენსორები სმენა ხედვა ეგ რაღაცეებზე დაკვირვება ჯერ ანუ მაგას გაეცანი მე ესე უგრძნობ მაგ პროცესს მოდი ჯერ ეს გაიგე ესე მშვიდად ფიზიკის და ბიოლოგიის და ამ ჭრილში რო შევხედოთ მარტივად საუბრობ იმედია ხო და ჯერ ეგრე გამოვიკვლიოთ და მერე შეხედე უკვე აქ რა შეგიძლია რომ გააკეთო ანუ ტვინი მერე კიდე ცალკე ინსტრუმენტია რომელსაც შეუძლია აკეთოს წარმოუდგენელი რაღაცეები მაგრამ სანამ მაგ პროცესებს გავყვებით მაგიტომ აქვს სულ რომ აი უბრალოდ დაკვირვება დამკვირვებელი, ანუ უბრალო ყურადღების განვითარება, მაგის დისციპლინა საკუთარ თავში, რომ შეძლო ფოკუსირება ყურადღების ერთ რაღაცაზე გაჩერება. ეგ არის აი თითქოს პირველი კლასივით მგონია მე რა, ანუ ჯერ ეგ ელემენტარული უნდა თითქოს გაიგო და მერე გაყევი ტვინის საზღურო შესაძლებლობებს. და მაგითო ხშირად მაქვს რომ აი მედიტაციების დროს სხვადასხვა პრაქტიკებს რო ვაკეთებთ სულ მე ვსაუბრობთ რა თქმა უნდა და ყოველთვის რო იწყებენ რომ აი რაღაც ვიგრძენი იქ ვიბრაციები იმას გავყევი ამას გავყევი ვეუბნები არა მოვედით ეხლა რომ დავაკვირდეთ სუნთქვას და თუ სუნთქვას აკვირდები შენ ვიბრაციები და ჰაერში აფრენები და სხვა galaktikაში წასვლა არ გჭირდება იმიტომ რომ მასში რას ვარჯიშობ ხო ეს და ცოტა დისციპლინა ცოტა აი ეს რაღაცნაირი მკაცრი მედიტაციების კურსი მაგრამ ძალიან გავს შენასაც ანუ თვითონ ჩემი სუბიექტური დაკვირვები ჩენზეც და რაღაცა რა შენ რუკაშიც ვარ ჩაჭრეტილი ესე თქვა ცოტა რომელიც ცოტა ბექგრაუნდ რაღაც უკან კიდე რა ხდება რაღაცებს საშუალებას მაძლევს რო თქვა ჩემი დაკვირვებით რა აი ეს აი ბუდისტური ხაზი შენ იმაში იგრძნობა რა ბუდისტური ხაზში რას გულისხმობ ბუდისტებს აქვთ ანალიტიკური მედიტაციები რა ანუ რაღაცა ანუ მაგალითად რაღაც ისეთ რომ ვიზუალები რო ეწყება ადამიანს და სადღაც გადის და რაღაც შეგრძნებები ყოველთვის კითხვას ვსვამენ რომ აბა სად ხდება ეს პროცესი რა ანუ აბრუნებენ ისევ სხეულში ამ ყველაფერს რა რომ ანალიტიკას არ წყდები, არ მოწყდე რა, არ გაგე. ეს არ ნიშნავს, რომ ბუდიზმში არ არის ეგ მიმართულება, რომელიც არის აბსოლუტურად ესეთი ოკულტური, მაგრამ ყველა ხაზი იწყებს, ანუ აი ამ რაღაცა
აქ რა ხდება, ამ მომენტში რა ხდება, შენში რა ხდება და ნუ ეს არ ვიცი რამდენად სიმკაცრეა, უფრო სიცხადე არის ესე ვთქვათ რა და სამუშაო პროცესი ხო, არ გაძლევს საშუალებას რომ სადღაც ესე ვთქვათ გაფრინდე და გაბრუნებს, ხო? შეიძლება რაღაც ნაწილისთვის ადამიანის ეს არ იყოს სასიამოვნო რაღაც პერიოდი ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ მუდმივად ყურადღება ერთი მიმართულებით ბრუნდება რა. ზოგადად ერთი მიმართულებით წასული ყურადღება უკვე ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევს თვითონ ეს უნარი რო გიმუშავდება რა ამ ერთი მიმართულებით გაჩერებული ყურადღების რა და აი ეს ეხა შენ რასაც ლაპარაკობდი რომ აი ეს რაღაცნაირად აეწყო შენი დაკვირვებებით ეს მედიტაციური ეს თვითონ შენ როგორ უნდა გადაცეს სხვას ეს შენი გამოცდილება გარკვეულ რაღაც მეთოდურობაში ჩასვი, ხო? იმიტომ რახან თქვია შენ მედიტაციას ნათელბნელი და ნათელბნელის მედიტაცია და ჩვენ შენის გვერდზე შეგვიძლია ნახავთ რომ არის შენი მედიტაცია რომელსაც ქვია ნათელბნელი ეს უკვე რომ რახან სახელი ქვია ნათელბნელი ეს ნიშნავს რომ რაღაცა სტრუქტურაში გააქვს მოქცეული ხო რაღაცა სინათლესი ან როგორ აწყე ესე ვთქვათ რა ეს სეტი თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას ეს მეთოდი შენი ამ მედიტაციური პროცესის ანუ როგორ მოხდა ამის ჩამოყალიბება ამ ფორმით რა ფორმითაც ეხლა სხვებს ასწავლი რეალურად ეს თვითონ სახელიც ხო, აი სახელზეც რო ვთქვათ რა, რატო ქვია ნათელბნელი კონკრეტულად. თითქოს მე როგორც ვიგრძენი ეს პროცესები და ნუ ბევრ სწავლებებშიც არის ნუ ინი და იანი, სინათლე და სიბნელე და ადამიანის თქვათ ტვინიც ესე არის მოწყობილი თითქოს რომ ხო ან ეს დუალობაში ვართ ხო ანუ ხან ერთ მხარეს ხან მეორე მხარეს ვიხრებით იქით-აქით და ეს ნათელბნელის მთავარი ფუძე არსი ეგ არის რომ აი ჯერთი ჩემი ბექგრაუნდიდან გამომდინარე წამოვიდა ეგ იმპულსი იმიტომ რომ განათებას ვაკეთებდი კლუბებში და ივენთებზე და მაგ დავაკვირდი მაგ პროცესს, იმიტომ რომ არის სიბნელე, შეგიძლია რომ მთელი გარემო ჩატვირთო სიბნელეში და მერე ნელ-ნელა შემოიყვანო შუქი, ანუ სინათლით რაღაც გამონათებები დაიწყო. იგივე პროცესი მიდის, თქვათ, ტვინშიც რა, რომ შენ ამ ნათელბნელით რას ვაჩვევ, თქვათ, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დიდხანს დატოვო შენი ტვინი სიბნელეში, ანუ დარჩე საკუთარ თავთან არაფრის გარეშე. ნუ რა თქმა უნდა ყველაფერთან ერთად რჩები მაინც, მაგრამ ნუ სიბნელეში მაინც ახდენ ჩასვლას ყურადღებით. ეგ არის ნუ მთავარი არსი ამ მედიტაციის, რომ შუქით ხდება, თვალები დახუჭული გვაქვს და შუქის საშუალებით, ნუ დახუჭულ თვალებზე გადამაქვს ეს შუქი და რაღაც მომენტებში ამ მედიტაციის პროცესში რომ ხარ, შემოდის ეს შუქი, შენთან თითქოს გინათდება, მერე გამყავს ეს შუქი, ისევ რჩები სიბნელეში. და ნუ მიდის მერე დაკვირვება. შენ თავთან ყველას თავისი ფილმი გვაქვს, რა თქმა უნდა და ყველა ჩვენებურად რაღაც დასკვნებს რაღაც დასკვნები გამოგვაქვს მაქედან. ეგ არის ნუ მოკეთ მთავარი იდეა, რომ კურსის განმავლობაში ბოლოსკენ უფრო და უფრო დიდი ხანი ვტოვებ ადამიანებს სიბნელეში. ანუ საკუთარ თავთან? საკუთარ თავთან, ხო, რომ უფრო და უფრო მოკომფორტულდე შენს შინაგან სამყაროსთან. და აი მე რაც დავაკვირდი მედიტაციას, რომელსაც შენ ასწავლი და გადაცემ, ხო, ანუ მე რაც დავაკვირდი ესე იგი პირველ რიგში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულიერ გზაზე და თვითგამორკვევის გზაზე დამკვირვებლის არს და დამკვირვებლის კონცეფციას თუ რა ვიცი რაც დამკვირვებლის შენ თავში რა ეს თუ ვერ გაიგე ამ გზაზე შეიძლება ძალიან დაიკარგო რა ესე ვთქვათ რა ძალიან მოწყდე რა მთელი სიგიჟეები და რაღაცას რა გავგიჟდი და რაღაცა ეს არის რომ ადამიანმა ეს დამკვირვებელი დაკარგა ესე ვთქვათ საკუთარი რაღაცა პროცესები პერიფერიაზე მიმდინარეობს ფიქრები ემოციები განცდები ასე შემდეგ მაგრამ რაც ინდუიზმში არის პარამატმას რასაც ეძახიან ანუ ერთი კიდე არსება რომელიც შენში ამ ყველაფერს უბრალოდ მოწმობს ანუ აღრიცხავს ესე ვთქვათ რა გურჯიევი იძახთ ამას რომ აღრიცხავს ხო
ეს არის აი უნიშნელოვანესი რა, იმიტომ რომ ამის დაკარგვა შეიძლება, ანუ ავტომატზე თუ მიდიხარ და შეიძლება არც გადამკვირვებელი გახსოვს და არც არაფერი და ყველაფერი თუ ნორმალურად მიდის მეტნაკლებად. ეგრეც ბევრი ამთავრებს რეინკარნაციას და დაუმთავრებია, რომ შეიძლება ძალიან ცოტა გამონათება ქონდა იმის, რომ აი რას ვაკეთებ, ეგეთებიც იქნება, მაგრამ თუ რაღაცა არასწორად მიდის შენ ცხოვრებაში, ან რაღაცა დიდი სტრესი შეხვდა, ან რაღაცა ანუ და ეხა მით უმეტეს ამ პერიოდში სადაც ვართ და რა დროსაც გავდივართ, ხო, ანუ ეს დამკვირვებელი თუ არა გაქვს, ხო, ანუ ისე შეიძლება რომ მართლა აი მაშინ ხო შეიძლება მხოლოდ რომ დაერქვას ამას რომ აი გაგიჟდე რა, იმიტომ რომ აი რაღაცა აიბლანდე ამ შენ განცდებში და ემოციებში და მიწა გამოგეცალა ფეხი და მაგრამ როგორ თუ დამკვირვებლის კონცეფცია ღრმად არის შენში გამჯდარი, ხო? ეს ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნები მაგას, იმიტომ რომ ზღრულ მდგომარეობებში არაერთხელ ყოფილვარ რა. და თუ ეს კიდე აი რეინკარნაცი, აი ბევრი გამოცდილება გაქვს ცხოვრების განმავლობაში და რეინკარნაციულ კრისტალიზებულია შენში ეს დამკვირვებელი, აი ფაქტიურად შეუძლებელია რომ გაგიჟდე რა, ესე ვთქვათ, რომ ყოველთვის არის რაღაცა დასაბრუნებელი წერტილი, საიდანაც სამყარო შვიდდება და ჩუმდება და ხო, და მე რასაც დავაკვირდი, ანუ შენ რასაც ასწავლი, აი ეს შენი მეთოდი არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ადამიანები მიიყვანო აი ამ დამკვირვებლის პოზიციაში, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, რომ ეუბნები, აი მე ხა დაკვირვებული ვარ ხოლმე ჩემ თავზე, რომ ხალხს რომ ველაპარაკები, აი დამკვირვებელი, თითქოს ჩემთან ეს უკვე რაღაც დეფოლტად არის და სხვასაც ვეუბნები, რომ უნდა გქონდეს, მაგრამ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს როგორ გქონდეს ეს დამკვირვებელი ძალიან აბსტრაქტული რაღაცა იყოს რა და ესე შენ რასაც აკეთებ აი ეს მეთოდურად, რომ მიდიხარ აი ამ დამკვირვებლის იმამ, ხო, განცდამდე ხო, ალბათ ეგ არის, ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს შიგნით დატოვება შენ რასაც იძახი და ეს ანალიტიკური ნაწილი და რაღაცა საბოლოო ჯამში მაინც მიდის მაგ მდგომარეობამდე, რომ ადამიანი მარტო რო რჩება და თავის თავთან კმაყოფილია რო რჩება, ზუსტად მაგ პოზიციაში გადადის, სადაც ეს დამკვირვებელია. ანუ რამდენად სწორად აღვიქვაო და შენ რა სიტყვი აი ამ კი, ზუსტად ისე აღწერე, ну ალბათ ჩვენი მეგობრობის დამსახურებაც არის უკვე ერთმანეთს ხო კარგად ვიცნობთ. ხო, ზუსტად მოყვები ყველაფერში რეალურად ეგ არის რა, მეც ეგრე ვგრძნობ, რომ ყველაზე გულწრფელი თითქოს რაც შეგიძლია ადამიანმა გააკეთო არის ის, რომ იყო კომფორტულად შენ თავთან. ყველაფერსო თავი გავანებოთ, ხო და ნუ მოვიყვან იმ სიტყვებს, რომ ბევრს უნდა რომ სამყარო შეცვალოს, მაგრამ არა საკუთარი თავი. ანუ ჯერ საკუთარი თავი, ну ეს რას გულისხმობს, ხო, რომ ჯერ საკუთარი თავის გაცნობაზე წინ ალბათ არაფერი არ უნდა იდგას, ჩემი აზრით, არ ვიცი, ეს უნდა ხმარება კი იცი ძალიან არ მიყვარს, მაგრამ აი თითქოს ცოტა ხნის წინ მქონდა კიდევ საუბარი მეგობართან, რომ აი ერთი ვარიანტი არისო, მეორე ვარიანტი არისო და აი ვერ გადავწყვიტეო, აი იქით გადავიხარო, აქეთ გადმოვიხარო და მე თქვი მეც მსგავსი მომენტები მქონია ხო ცხოვრებაში, რომ აი იქით გავიდე თუ აი აქეთ ერთი მხარე ავირჩიო თუ მეორე მხარე და აი ამ ფიქრებში როცა ვარ, მე უცბად თითქოს ზუმაუტს ვაკეთებ და მოდი აბა მესამე პოზიციაში დავრჩები რა, ანუ მე დავრჩები და მოდი ამასაც თუ ვერ ხვდები და ამასაც, მოდი ჯერ აბა ჩემ თავს მივხვდები, ხო? კარგად, რომ აი მე გულწრფელად რა ხდება ჩემთან, რისკენ იხრება ეს ჩემი მოცემულობა, ეს მე რასაც ვეძახი, ხო? აი და თითქოს ეგ არის ყველაზე საბაზისო, არ ვიცი რამდენად ხა მაქვს მაგის თქმის უფლება, მაგრამ აი თითქოს ხო ათვლის წერტილი, ხო? ანუ შენ ხარ ის ვინც იღვიძებს, ხო და იწყება ეს ყველაფერი, ხო, შენსი. და აი თითქოს აი ამ მესთან, აი ამ შენთან, ამ შიგნით რაღაც პროცესებთან რო მოკომფორტულდები და უკვე აღარ გაქვს ის რომ რაღაც იქით აქით გიჟივით მიედმოედები, თუმცა ეგეც რა თქმა უნდა ნორმალური არის. აქ არ მაქვს ლაპარაკი და არც შენ და მაინც და ვიტყვი რომ ანუ რაღაც კარგი, ცუდი, სწორი, არასწორი, ეგ რაღაცა ეგ რბოლა არ არის, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ну, როგორც მოთამაშე ვუყურებ მე მაინც რა, როგორც ყოფილი, კი არა და ეხაც აქტიურად კომპიუტერულ თამაში. ანუ პირველ რიგში რო იქმნება პერსონაჟი, უნდა გაეცნო
რას აკეთებს ეს პერსონაჟი, რა შეუძლია მაგ პერსონაჟს მაღლა ახტომა გამოსდის კარგად თუ იატაკზე ხოხვა თუ მშვილდის არის სროლა თუ მაგიაშია ძლიერი, ხო? ჯერ ამ ინსტრუმენტებს ეცნობი შენში, ნელ-ნელა ვარჯიშებით level up-ებს აკეთებ და მერე უკვე ინტერაქცია გარემოსთან და სამყაროსთან ხდება თითქოს უფრო გულწრფელი, იმიტომ რომ რაღაცა ესე არაცნობიერად და რაღაც ქაოტურად აღარ მიედმოედები ყველაფერს და იცი რომ შენ ხარ კარგი თქვათ რა მშვილდოსანი და იცი რომ მე რო აქედან აქ უნდა გავიარო ჩემი მშვილდოსნობით რას გავაკეთებ და სწორ რაღაც ნაბიჯებს გადავდგამ ჩემთვის ისევ რა და შენთვის როცა ხარ გულწრფელი რა თქმა უნდა ყველასთან კომფორტული ადამიანი ხდები და ასე შემდეგ ხო, აი მეც რო აი ამ სივრცეს რო ვაკეთებდით იდეა რო გაჩნდა და რო იტვირთებოდა მატერიაში და ანუ სულ ქონდა ეგ განზრახვა რა რომ ეს ცოდნები რაც თქვათ დაგროვდა გამოცდილებები და რაღაცეები გაგვეზიარებინა ისე რომ ყველა ცენტრზე ყოფილიყო თანაბარი მუშაობა, ანუ რას გულისხმობ რა, არაერთხელ მაქვს ეგ ნათქვამი რა, რომ ფიზიკურ ცენტრზე ყოფილიყო მუშაობა, მენტალურზე, შემეცნება და ასე შემდეგ და ემოციონალურ სხეულზე, ესე თქვა რა, ასტრალურ სხეულს ასე ეძახიან. ხო, ამ კუთხითაც ყოფილიყო და ეს დაბალანსებული ყოფილიყო რა და მიუხედავად იმისა, რომ თავში არ მქონდა ეგ რო, აი, იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩემი შეცდომაც არის, რომ აი რაღაც ამ წლების 15 წლის განმავლობაში რომ ინტენსიურად ამ პროცესებში ვიყავი და რაღაცეები რაც მგონია რომ აი ეს მე მაქვს, ეს მგონია რომ შეიძლება სხვასაც მოცემულობაში აქვს რა. ხო, ანუ ეს არ მქონდა გააზრებული რომ აი ეს რაიმე იყოს მეთოდი ან სწავლება ჩვენთან ცენტრში, სადაც ადამიანი ბუნებრივად ან მეთოდურად და მუშაობით და შრომით, იმიტომ შრომა ჭირდება ყველაფერს რა, ამ სამყაროში თუ არ გინდა რომ skip step-ი გააკეთო და თუ არ გინდა რომ რაღაცა shortcut-ი გააკეთო ამ. ხო, ანუ ამ შრომით მივა და გამოცდილებას მიიღებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც მე ნებისმიერ პრაქტიკებში შესვლისას, ან სადაც არ უნდა წახვიდე, თუ დაამუღამე ეს რა, აი ეს პარამატმას პოზიცია, რაც დამკვირვებელი ქვია, ხო? ამ ჩვენ ენაზე, ხო? აი ეს თუ დამუღამე, მე უკვე არსად არ დაიკარგები რა, ესე ვთქვათ რა. იმიტომ რომ სულ გექნება ეგ დასაბრუნებელი წერტილი, როგორც აღნიშნე რა და ბუნებრივად დაალაგდა რა, რაღაც აი შენი გამოჩენა ცენტრშიც ძალიან ბუნებრივად მოხდა და ზუსტად აი იმ რაღაცა წარმოდგენაში ჩემში რა სადაც ქონდა გათვალისწინებული რომ რაღაცა ეს პრაქტიკა ამას დაეხმარება, ეს პრაქტიკა უფრო ენერგეტიკულ ცენტრს, ეს უფრო ფიზიკურ ცენტრს, ეს რაღაცა შემეცნების, ხო? ანუ რაღაც აი ბუნებრივად ჩაჯდა შენი მედიტაცია, რომ აი თქვათ აი ამ კუთხეს რომ ადამიანი ეხლა იწყებს ნაბიჯებს დგავს რაღაც სულიერ გზაზე და უნდა თვით გამორკვევა ჯერ და აი ამის ღერძის პოვნა, ესე ვთქვათ, რაც უყურებს გარესამყაროს და არ არის ჩართული ბოლომდე და აი ამ ძალის პოვნა, აი რაღაც ესე სამყარო დაალაგა, რომ ზუსტად შენაკეთებ მაგას რა და ეხლა რაც მინდოდა მეკითხა, აი თვითონ ეს ობიექტი, რაც ჩვენ წინ დევს, ამაზეც რა ორი სიტყვა თქვა, იმიტომ რომ რაც უყურებ ხოლმე შენ მედიტაციებს ეს ობიექტი განათებულ ფორმაში ეს სიმბოლო ყოველთვის თან ახლავს და აი რა შენთვის რა არის რატო გადაწყვიტე და რას ნიშნავს ან რას ხო ძალიან ისე სპონტანურად გამოჩნდა ეს სიმბოლო მოგეხსენება მეც იაპონური კულტურის საკმაოდ დიდი თაყვანისმცემელი ვარ ბევრი ინსპირაცია ჩემთვის ჩემს ცხოვრებაში, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ავიღე იაპონური კულტურიდან და წამოვიდა უბრალოდ იაპონური კულტურიდან ანიმეები, თამაშები და ну მოკლედ ძალიან ისე ვარ ჭიდროთ მაგ ყველაფერთან. და შესაბამისად იაპონელები, ну კი იცი როგორი ესეთი ადამიანები არიან დეტალებზე, როგორ შეუძლიათ რომ ჩაფრაქტალებიდან ყველაფერში პოულობენ რაღაც უსასრულობას, ხო? თუნდაც ის რომ სეზონი არ აქვს 4 თუნდაც რომ ხო რაღაც 60 და რაღაც სეზონი არის და ну მოკლედ ძალიან ისეთი კვლევარები არიან ეგენიც.
და ეს სიმბოლოც ну ესე ვთქვათ დეტალურად ზუსტად რო ეხა არ მასქნა, აი ცოტა მიახლოებით ავხსნი, რომ ეს სიმბოლო ასახავს სივრცეს ფორმებს შორის. რაზეც მიმართული არის ეს ჩემი მედიტაციის ასე ვთქვათ კურსი, რომელზეც ვცდილობთ, რომ გავამახვილებინო ყურადღება აი ამ სივრცეზე ფორმებს შორის, რაც ასევე ეხმარება ამ დამკვირვებელს. რომ რაღაცა ფიქრი წარმოიქმნა და დააკვირდი, თქვათ, იმ ფიქრებს შორის სივრცეს, სანამ ერთი ფიქრი მეორეში გადადის. ან მე და შენ შორის სივრცე. და ნუ ეს არის. გასაგებია, თვითონ აი არა ზოგადად ეგ შეგრძნება სივრცეს რა ორ ობიექტს თუ სუბიექტს შორის რა მაგის განცდაც ძალიან ისეთია რა ეგეც უკვე რაღაცზე მეტყველებს რა რამდენად ადამიანს აქვს განცდა ბევრჯერ ალბათ ქონია ადამიანებს რგელაპარაკებიან ძალიან ახლოს რომ მოდიან ან რაღაცა ისეთი იმებს ხო ანუ აი მაგ ეგეც ხო დაკვირვების ის არის რა რომ რა დისტანციაზე ელაპარაკები ადამიანს რა ხდება რამდენად აძლევ ადამიანს გამოვლენის საშუალება საკუთარი ეგეც სულ აი ამ სივრცე ორ ობიექტს შორის სივრცე არის რა სიმბოლოც გააქვს ახლა აღებული და ანუ მესმის რატომაც გააქვს და რატომაც არის შენთვის მნიშვნელოვანი და აი რაღაც ერთი კიდე კითხვა რაც მქონდა თვითონ უკვე რა პირველი კურსი უკვე ჩატარდა შენი და ხალხმა ანუ ერთი კურსი უკვე გაიარე ხო ანუ და ადამიანმა ისწავლეს ეს რასაც ჩვენ გადაცემ ანუ რა დაკვირვებები ქონდა მან და აი თავარი გამოწვევები რა იყო თქვა სად უჭირთ ადამიანებს მუშაობა ან შენ რამე ისეთი დაკვირვება ხო არ ქონია რაც შეგიძლია ხო რომ გააზიარო რომ შემდეგში ადამიანები რომ შემოგერთებიან რომ გაითვალისწინონ ეს იცი რა ესე რაღაც გამოკვეთილად არა თითქოს იმდენად დინება იყო ისეთი რაღაც ნატურალურად მიდიოდა ეს ყველაფერი და ისე გულწრფელად მიდიოდა და ისე ჩაერთო ხალხიც პროცესში თითქოს ხო აი რაღაც არ ვიცი აი თითქოს ვერც დავამატებდი და ვერც რაღაცას ამოვაკლებდი აი რაღაცნაირად ისე დაალაგდა რომ აი რაღაც გულწრფელად ეგ მთლიანი პროცესი იყო ну ყოველ შემთხვევაში მოსულმა ადამიანებმა ეგ აზრი გამოთქვეს, რომ კი რაღაცნაირად პროცესში ჩავერთეთ და დავაკვირდით და რაღაც თავიანთვის რაც მე პირადად მიზანი ასე ვთქვათ მქონდა, არა ის რომ მე რაღაცა უთხარი და შენ ხა ეს გააკეთე, უფრო ის რომ თვითონ მე მაქედან რაღაც თავისთვის დასკვნები, დაკვირვებები გამოიტანეს და დაიწყეს უკვე რაღაცების გამოყენება მათთვის მათ როგორც ეკომფორტულებათ რეალურად მიზანიც ეგ არის ამ კურსის რომ შენი საკუთარი კვლევები ატარო მე უბრალოდ გიზიარებ რაღაც ჩემს გამოცდილებებს ხო მე ყველაფერი შენზე არის მე მაგიტო არის ანუ ბევრი ტექნიკას განვიხილავთ ბევრი რაღაც პრაქტიკები არის სადაც სხვადასხვა კუთხით უყურებ შენს თავს და შესაბამისად რაღაც კონკრეტული რო აიგინო თუ არა ეს ესეა და ეგეთი რაღაცები არ ხდება ანუ მიდის flow რა და უკვე მე შენ თვითონ შენს რითმს იჭერ და შენი პერსპექტივა გიყალიბდება და ხო ან ეგ ვიგრძენი რომ რეალურად ეგ მოხდა მაგ ადამიანებში რომ ხო ან რაღაც კონკრეტულად გინდა თუ არა მე რაღაცა ის ინსტრუქტორივით ხო არ მაგრამ ანუ აი ალბათ მაინც მნიშვნელოვანი იქნება ის რომ იცოდნენ რომ ანალიტიკურ მედიტაციებში ყოველთვის საჭირო არის ეს დისციპლინა ხო მაგაზე პირველი კი ეგ სატურის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებ კი სამწუხაროდ საბედნიეროდ ჯერჯერობით ეგეთ სამყაროში ვარ სადაც მეთოდური მუშაობით მიიღწევა მხოლოდ შედეგი რა და ხო სამწუხაროდ და ნუ მეცნიერულადაც რომ შევხედოთ მაგას და ცოტა თქო ტვინი როგორც ფუნქციონირებს მაგ კუთხითაც რომ შევხედოთ
ეგ ჭირდება, ანუ ჩვენ ხო ვართ ჩვევები, ხო, ადამიანი არის ჩვევა. რაღაცას ვარჯიშობ დიდი ხანი და მე მაგას ჩვევაში გადაგდის და მე მაგაში ხდები, ვთქვათ, მასტერი. იგივე არის, ვთქვათ, თუნდაც მედიტაციის სწავლაც ხო ვარჯიში არის. უნდა ერთი და იგივე დროს, რა თავიდან არის მნიშვნელოვანი, რომ ცოტა რიტუალური გახდეს ეს მედიტაციის პროცესი, რომ ყოველ რიტუალში რავს გულისხმობ, ანუ ყოველ დღე ერთი და იგივე დროს, გარკვეული დროით, ვთქვათ, 5 წუთით, 10 წუთით, ან 20 წუთით ჯდები და აკეთებ მედიტაციის პრაქტიკას უბრალოდ. რაც მაგ მომენტში აჩენს ტვინში ნეირონულ კავშირს, რომელიც აგებს პასუხს იმაზე, რომ ოკეი, მე ვსწავლობ, რას ნიშნავს ვიყო დამკვირვებული და ვიყო ცნობიერი ერთ მომენტში, ერთ წერტილზე. და ეგ ნეირონული კავშირი გამყარდეს და ეგ შენ ჩვევაში გადაგივიდეს, მაგას ჭირდება უბრალოდ სისტემატურად ამის გამეორება და შენი ნება და დისციპლინა. რომ შენ ეს გინდა. თუ მანდ მოხვდი, შესაბამისად მიყვები მაგ პროცესს და ნახავ, ეხლა შეიძლება აკეთო, იმიტომ რომ ხშირად არის მეც ქონია ეგ რომ დავიწყებ თქვა პრაქტიკები, ცოტა ხანი ვაკეთებ ერთი და იგივე მედიტაციას, მე ბეზრდება. და ტვინი იწყებს რომ კაი, ეხლა ერთი კვირა ვზივარ და სუნთქვას უყურებ რა, აღარ შემიძლია, ანუ ამ ესეთი უნივერსალური ინსტრუმენტი ვარ, შემილია სამყაროები შევქმნა და შენ ეხლა მე მაჯენ, ანუ ისევ ტვინი თავის თავს ელაპარაკება. მაჯენ ეხლა და მეუბნები უყურე სუნთქვას. ნუ კაი, უყურებ ამ სუნთქვას ერთი კვირა, ორი კვირა და ბოლოს ნუ აი აღარ შეგიძლია და იწყება მანდ ფანტაზიები. და მე რაღაც ვიბრაციებს გზნობენ, ხშირ შემთხვევაში რაც ემართებათ, რომ რაღაც ვიბრაციები, იქ სადღაც გავფრინდი, გამოფრინდი და ნუ რას აკეთებს ტვინი? სუნთქვის გარდა ყველაფერს. თითქოს სუნთქვა აიღო მთავარი მათ, მაგრამ გადადვეს შენი დისციპლინა გვერდით და გაფრინდა galaktikებში. It's okay, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ასეთი მედიტაციას მაგით ვერ სწავლობ. იმიტომ რომ აი ეს რაღაც პერიოდი მაინც უნდა ისე უნდა ვიხმარე, მაგრამ ეს რაღაც პერიოდი საჭიროა, რომ დაჯდე, აკეთო და ნუ მეგრე ბენეფიტებს, რა თქმა უნდა, დაინახავ ერთი თვის მერე, თუნდაც ერთი თვე რო აკეთო სისტემატიურად ერთი და იგივე დროს მედიტაცია, ბენეფიტები ჩნდება და თუ მაგას, რა თქმა უნდა, გულწრფელად აკეთებ, მაქედან ხო, აი, ყველა გამოცდილება, აი, ყველაფერი რაც აი მიღმა არის ხო, აი ჩვეულებრიობის და რაღაცა მექანიკურობის და ასე შემდეგ, ხო, ამ სამყაროში ამ ყველაფრის მიღმა რაც არის, თავიდან ყველაფერს გადიხარ აი რაღაცა, აი ეგ არის აი ამ დისკომფორტის იქით რა. რაღაცა დისკომფორტი ყველა ვარიანტში შეხვდება გონებას და ფიზიკურ სხეულს ამ გზაზე და ამ დისკომფორტის იქით არის ის რაღაც ახალი თავისუფლების შეგრძნება თუ რაღაც გაფართოების შეგრძნება, ხო, გაშლის შეგრძნება, რომელიც მოდის რა, ანუ ესე არის მოწყობილი ეს სამყარო რა, ასტროლოგიურადაც არაერთი წლის დაკვირვება მაქვს ადამიანებზე, რომელსაც ან უნდათ ცვლილება, რაღაცა უნდათ რომ შეცვალონ, მაგრამ ან არა აქვთ უნარი, რომ ერთდაიგივე რაკაღაც აკეთონ ნებისყოფა, ხო, გარკვეულ რიტმში რა. ეს ერთდაიგივე რაღაც რო აკეთო რიტმში, შეიძლება თავიდან ანუ ადამიანს აქვს ესეთი რაღაცა, რომ აი, მოდი ახლა ავიღებ და აი ამას გავაკეთებ და ბევრს გავაკეთებ რა, იმიტომ რომ უნდა რომ უცბად ამოწუროს და უცბად გაიაროს ეს გზა რა, ესე მივიდეს და რაღაცა 300 კილოიანი შტანგა ეგრევე აწიოს რა და ვერ გააკეთებ ამას და ეს ნების კრახი, რომელიც მე იქნება შენთან, სხვა ვინმეღაც ადამიანთან ხო, რომელთან ეს ნების კრახი არის ძალიან მტკივნეული რა, იმიტომ რომ ნება არის ის რაც ქმნის ამ სამყაროს მთლიანად, ხო? ანუ მერთმა განიზრახვა და შექმნა სამყარო, ანუ ნება დააფიქსირა ჩვენს ყველაფერს, რასაც უყურებთ, ჩვენ ცხოვრებაში, ანუ ნებით არის გამოვლენილი პირველ რიგში, რომ ნება გქონდა და გაკეთდა ეს რაღაცა, ხო? ან რა მთელ სამყაროს რასაც უყურებთ, რა ეს მატრიცა რაც არის ნებით არის შექმნილი, ვიღაცების ნებით, ან ჩვენი ნებით, ესე ვთქვათ, რა და ხო და აი ამის უცბად რომ ბევრ რაღაცას იღებ თავზე და ამის კრახს განიცდი, ამ ნების კრახს, ეს ძალიან დამთრგუნველია, შეიძლება აღმოჩნდეს რა, თვითშეფასება შეიძლება დაგივარდეს და ეს და მეთოდური მუშაობა, აი ესეთი შენ თქვათ, რასაც ასწავლი ისე, რომ აი ნაბიჯ
ჯგუფთან გაზიარება, ჯგუფთან ერთად ხო, ჯგუფიც ამ შემთხვევაში როცა ერთი მიმართულებით მიდის და არის კი არა რომ შენ გაინტერესებს რაღაც ეს შენ თვით დაკვირვება და თვით გამოკვლევის პრაქტიკა და თელ შენ სამეგობროს ეგ საერთოდ არ აინტერესებს რა და აქ ზუსტად ის რაღაც მეტაფიზიკურად რო თქვა რაღაც ეგრეგორის ისიც მოქმედებს რა რომ ისინი საერთოდ სხვაგან არიან რა და შენ სულ სხვა მიმართულებით მიიღე და თავიდან ეს ძალა არა გაქვს რომ ამას გაუძლო რა და ესეთი ადგილები და ესეთი ჯგუფები ზოგადად და მით უმეტეს მერწყულის ეპოქაში სადაც ან ჯგუფური მუშაობის დრო არის და ჯგუფური კოლექტივის ერთიანი ამაღლების და არა მხოლოდ ინდივიდის სადღაც გადარჩენის და რაღაცა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და უმარტივებს რა ადამიანს რა იმიტომ რომ მასწავლებელთან ერთად თუ ინსტრუქტორთან თუ გიდთან ერთად და ხალხთან ერთად თანამოაზრეებთან ერთად რაც ბუდისტებში აი სანგას რასაც ეძახიან ხო ანუ ეს არის ძალიან დიდი ძალა ესე ვთქვათ რა რომელიც ანუ გეხმარება რომ ის გზა რომელიც შენ შეიძლება წლები დაგჭირვებოდა შეიძლება მართლა ერთი თვის კურსში გაიარო რა და ეხლა შენ თავსაც რო დაუკვირდე ვთქვათ რა ეგრე არ არის რომ ის აინტერესებიც ქონდა თანამოაზრეები რომ უფრო მალე გამოჩენილიყვნენ რაღაცა შენნაირი ტიპები ხო ანუ ბევრი რაღაცა გექნებოდა ეხლა გავლილი რომელზეც მე შეიძლება წლები მოანდომე რა და მე ეგრე უყურებ ამას რომ ანუ ესეთი შესაძლებლობა ესეთი რაღაცაები რომ საქართველოში არის ხო ჩვენთან არის სხვაგან არის ხო ანუ ძალიან დასაფასებელია რა და გამოსაყენებელია იმიტომ რომ ეხლა დრო მოვა და დრო დგება და კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია მოხდება იმის რომ შეიძლება გარშემო ყველაფერი ინგრეოდეს განცდა კონდეს რა მაგრამ აი სულიერება ის კი არ არის რომ სადღაც სიკვდილის მერე რაღაცას მოგცემს რა აი აქ მოგცემს რა დასაყრდენს რა ხო მოდი ბოლოსკენ აი უფრო ტექნიკურ ამბებზე ვილაპარაკოთ ხო ანუ შენ მედიტაციის პროცესი რამდენ დღიანი არის ხო რამდენ ადამიანს შეუძლია რომ ჩაეწეროს ანუ ლიმიტი სად არის ეხლა არა ნუ ხო ლიმიტი სად არის და ასე შემდეგ რა უფრო ტექნიკურ დეტალებზეც რო გითხრა 1-2 სიტყვა მოგეთ ერთ თვეზე არის გადანაწილებული 12 შეხვედრა ვფიქრობ რომ კარგია იმიტომ რომ აი შეხვედრებს შორის ასევე უტოვებ დროს რომ უფრო რაღაც საკუთარი კვლევები ატარონ ვაძლევ საშინაო დავალებებს რაც ცოტა ისე არის რა თქმა უნდა ბევრმა მითხრა რომ მედიტაციაზე რომ მოდიხარ რა თქმა უნდა რაღაც წარმოდგენა გაქვს რომ უნდა დაჯდე და მოეშვა და რელაქსაციაში გახვიდე და წახვიდე ეგეთი მედიტაციებიც არის შენ სივრცეში და მაგასაც იპოვიან რომ უბრალოდ მოეშვნენ და დაწუნენ ხო ჩემთან ცოტა იმიტომ რომ ხო იყო რა ეგ დავაკვირდი რომ ცოტა 1-2 იმედგაცრუებაც დამხვდა და დავხვდა ეგ მონებრივი ხო იმიტომ რომ მაინც მედიტაცია იფიქრეს რომ მოვლენ მოეშვებიან მაგრამ მე უცბად მივეცი ჩასაწერის და ფურცელი და კალამი და მეთქი დააკვირდით საკუთარ თავს ჩაიწერეთ სახში საშინაო დავალებას გატანთ შემდეგზე როსო მოხვალთ ამას დააკვირდით და მითხარით და ნუ აი ცოტა ერთ-ორ ადამიანს მივხვდი რომ იფიქრეს ეხლა აქაც საშინაო დავალება ხო მაგრამ ნუ ეგ არის რაც არის ეგ არის კვლევა ვთვლი რომ ეგ მნიშვნელოვანი ეტაპი არის და 12 გაკვეთილზე შეხვედრაზე ნაწილდება სადაც მაქსიმუმი ალბათ 13 ადამიანი არის რაც შეიძლება ერთ ჯგუფში იყოს და ხო მეტი ეგ არის რა ან თვითონ მედიტაცია არ მოიცავს ფიზიკურ ვარჯიშებს და რაღაც ესეთ ფიზიკურ აქტივობებს ეს არის ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული ანუ შენი გიდირებით ესე ვთქვათ და შენთან ერთად ერთი რომ შენი გამოცდილების გაზიარება და მეორე ცხოვრების განმავლობაში დაკვირვებების წარმოება ხო რომელსაც მე ერთად გადიხართ კი აი იდეა ამ მედიტაციის კურსის და აი ამ ყურადღების გაზრდის არის ის რომ გაუცდეთ საბოლოო ჯამში იმას რომ აღარ იყოს მარტო რიტუალური მედიტაცია, რომ დღეში ორჯერ დაჯექი და მე რეაგირებ შენ ცხოვრებას ბოლომდე ჩაჭერით. მთელი ინტერესი არის იმაში, რომ
აი ეს რიტუალურად ეს ერთად რაღაცებს ვამუღამებთ და მერე ეს მდგომარეობა გადაგაქვს შენი ყურადღება უკვე მთელ შენს ცნობიერ ცხოვრებაზე, როცა გვიძავს თქვა და მთელი დღის მანძილზე შეგიძლია იყო ასე ვთქვათ მედიტატიურ მდგომარეობაში და სულ იყო ცნობიერად იმ პროცესების რაც შენს ირგვლივ ხდება. და შენ რაც დავალებები ახსენე, ანუ ის დავალება ესე ვთქვათ, ბრწყალებში ეს არის უკვე შენგან აქედან რო წავა, სივრციდან რო წავა ადამიანი, უკვე აკეთებს უკვე ცხოვრების განმავლობაში, ხო? თავის სანამ შენთან დაბრუნდება, ანუ გარკვეულ მოაქვს რაღაცა. ანუ ადამიანმა უნდა მოიტანოს თავის დაკვირვება. კი, და მაგით იხსენებს იმას, რომ მუშაობს საკუთარ თავთან და თავის ავტონომია, ან მაგიტო არის, აი ერთი დღე ვთქვათ მედიტაცია, მერე შენთვის მუშაობ, მერე იმიტომ შემეძლე ხა ერთ კვირაში ჩამესვა, მაგრამ ნუ გადავანაწილე, რომ აი ეს ხო პროცესი უფრო ხო, ძალიან გავს, აი მე ხა რო ვაკვირდები, ან ძალიან გავს ერთის მხრივ, ან ბუდისტურ ანალიტიკურ მედიტაციებს. მეორე გურჯიევის მეთოდებით მუშაობასაც ამოდროულად ისიც ზუსტად აი ცხოვრების განმავლობაში ხდებოდა რა, ცხოვრებაში ამუშავებდა ადამიანებს რა, სადაც ყველაზე მეტი წრთობა მიდის, ასე ვთქვათ, ცნობიერების რა და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო პროცესი არის, რასაც აკეთებ, როგორც გითხარი, ანუ ზუსტად იქ ჩაჯდა ის ნიშა დაიკავა, რაც მე ვთვლიდი, რომ ანუ რაღაცა შეიძლება აი მე გამოგრჩა ან რაღაც უნდა ყოფილიყო რა ეს მედიტაცია ჩვენში სივრცეში უნდა ყოფილიყო მიხარია ჩვენთან ერთად რო ხარ დღეს რო ვისაუბრეთ ამ თემაზე მადლობა დიდი და ჩვენ შევხვდებით შემდეგ მასწავლებელთან ერთად შენ პოდკასტში მადლობა